Salome Zaroubashvili. Vous venez d'entendre la voix de l'Ukraine. თქვენ ახლახან მოისმინეთ ხმა უკრაინიდან. საქართველოს ხმა დიდად არ განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ არ ვართ ამ შემზარავ ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. მაგრამ ჩვენ გვაქვს საერთო გამოცდილება და უკრაინას, ისევე როგორც საქართველოს, შეუძლია ძალიან ვრცლად მოგიყვეთ რა არის რუსეთის სინამდვილეში, რისი დავიწყების სურვილიც დროდადრო ჩნდება. ჩნდება იმის დაჯერების სურვილი, რომ ის ნორმალური სახელმწიფოა, ნორმალურია, მეზობლებთან, ნორმალურია საკუთარ მოსახლეობასთან და ისევ არა. უკრაინასაც და საქართველოსაც ბევრი მსგავსი გამოცდილება აქვთ. რუსული აგრესია. საქართველოში 2008 წელს და რადგან ამასთან დაკავშირებით არ იყო საკმარისი რეაქცია, მას მოყვა 2014 წელს აგრესია ყირიმში და 2022 წლის აგრესია, რომელიც დღემდე გრძელდება. უკრაინაში რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია. პირიქით, ვლადიმერ პუტინმა კიევის აღება 3 დღეში ვერ შეძლო. მან ვერაფერს მიაღწია, ვერც სამხედრო წარმატებებს. რუსეთის პრესტიჟი დისკვალიფიცირებულია, სტრატეგიული მიზნები მიუღწეველი. მუდმივად იცვლებიან სამხედრო ლიდერები, განიცდის მატერიალურ დანაკარგებს, რადგან ადამიანური დანაკარგები დიდ მნიშვნელობას არ წარმოადგენს რუსეთისთვის. ეკონომიკურ დანაკარგს დაუდგა კორეელების შემოყვანის აუცილებლობა. ეს არ არის გამარჯვება. რუსეთს არ აქვს რა გამარჯვება და ხედავს, რომ დღეს ევროპა იაზრებს, რომ ისიც უნდა გადაიარაღდეს თავის დასაცავად და რომ მშვიდობა საკუთარი დამსახურებით და დაცვით მოიპოვება. რუსეთი დღეს ეძებს ახალ სტრატეგიას, რომლის ზოგიერთი ელემენტი თქვენ უკვე ნახეთ. ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პირდაპირი შეტევა. და კიდევ ერთხელ, დღეს ისევე როგორც 2008 წელს, საქართველოს საცდელი ადგილია და სწორედ ეს გზავნილი მინდა გადმოგცეთ. საქართველოს იყო ის ადგილი, სადაც რუსეთმა ყველაზე დახვეწილი საარჩევნო манипуляცია განახორციელა. სადაც რუსეთმა თავისი მარიონეტების, ოლიგარქების მეშვეობით მიაღწია სახელმწიფოს თითქმის სრულ უზურპაციას, სადაც მან მოახერხა თავისი პროპაგანდის გავრცელება. ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად იცნობდა რუსეთს და რომელმაც ეს პირდაპირ განიცადა და მიუხედავად ყველაფრისა პროპაგანდა მეტნაკლებად იმუშავა, ეს არის რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგია, ის რომელმაც უნდა შეცვალოს უფრო ძვირი სამხედრო სტრატეგია და მე მოვედი გასაფრთხილებად, რომ ეს ჰიბრიდული სტრატეგია ყველას ემუქრება. ჩვენ ამას დღეს განვიცდით, როგორც საქართველოს ტრაგედიას. თუმცა საქართველოს ახალგაზრდობა 140 სიდღეა ქუჩაში დგას და არტოვებს ქუჩას, სწორედ ისე როგორც არტოვებენ სანგრებს ჩვენი უკრაინელი მეგობრები და უკრაინელი ახალგაზრდები. ჩვენ ჩვენებურად ვუწევთ და გავუწევთ წინააღმდეგობას და მე ამ ხალხის პრეზიდენტი ვიქნები ბოლომდე. მაგრამ ეს გამოწვევა ყველას გამოწვევაა. ეს გამოწვევაა ყველა დემოკრატისთვის. ეს გამოწვევაა საბჭოთა რუსეთის ყოფილი სივრცის ყველა განვითარებადი დემოკრატიისთვის, მოლდოვას, უკრაინის და მრავალი სხვისთვის, ვინც ახლოსაა. ჩვენ ნახეთ რუმინეთზე განხორციელებული მცდელობები, ჩვენ ნახეთ მცდელობები მოლდოვაზე. და ის რაც გვესმის უკრაინაში დემოკრატიული არჩევნების აუცილებლობის შესახებ, ამას ამბობს ბატონი პუტინი. არის სურვილი, რომ ომის შემდეგ იქ უკრაინაში ეს ახალი ჰიბრიდული სტრატეგია განხორციელდეს. ამას უნდა დაუპირისპირდეთ. ეს გეოპოლიტიკური გამოწვევაა, რადგან საქართველოს დაკარგვა, რაც არ და ვერ მოხდება, ვერ იქნება უმნიშვნელო. ეს არის შავი ზღვა, ეს არის კავკასია, ეს არის ევროპული სომხეთის ბედი, ეს არის გზა ცენტრალური აზიისკენ. ეს არის რეგიონი, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის. ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ყავდეს ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი 1 წლის წინ მიანიჭა, 1 წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭუროს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს 1-2 ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ. ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია. დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება. ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება. ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ მორალური, პოლიტიკური თუ საჭიროა სამხედრო გადაიარაღების გზაზე.
საკუთარი ბედის წერით, როგორც ყოველთვის, საფრანგეთი წინა ხაზზეა და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით. ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშეა. გაუწიეთ წინააღმდეგობა ტოტალიტარიზმს. Et on peut applaudir bien fort cette dame qui maîtrise parfaitement la langue de Molière, la 5e présidente de la Géorgie, Salomé Zurabishvili.